ქართულ კალათბურთში პრობლემების არსებობას ადასტურებს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი. კურიერთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებაზე პრობლემები მართლაც არსებობს, მაგრამ მინისტრის თქმით სამინისტრო და ფედერაცია მუშაობენ, რომ ჩემპიონატი არ ჩავარდეს. ამ დროისთვის კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი მხოლოდ 2 კლუბს აქვს წარდგენილი. თავის ინტერვიუში მინისტრმა საქართველოს ნაკრებთან ურთიერთობაზეც ილაპარაკა და მცდარი და უსაფუძვლო უწოდა პრეტენზიებს ეროვნული ნაკრებისადმი უყურადღებობის შესახებ. რა თქმა უნდა ჩატარდება, რა თქმა უნდა იქნება ეს კალათბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია და შესაბამისად ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მათთან. აქ არის ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უწყებრივი დაფინანსება არასწორია, უნდა არსებობდეს რა თქმა უნდა მუნიციპალური დაფინანსება, უნდა არსებობდეს კერძო ინვესტორები, ეგეთი რამე არ გამიგია, მე გუშინაც მანამდეაც შევხვდი ნაკრების მცველებს, ნაკრების კალათბურთელებს, ჩვენი მხრიდან არანაირი უყურადღება პირიქით მაქსიმალური ყურადღება იყო, ყველანაირი პირობა არის ჩვენი მხრიდან შექმნილი, რომ გუნდმა მაქსიმალურად გუნდს მიაღწია ის შედეგი, რაც მან მიაღწია. აქტიურად მუშაობთ სპორტის სამინისტროსა და ასევე სახელმწიფო უწყებებთან. უბრალოდ ჯერჯერობით არ არის ბოლომდე სქემა ტექნიკური საკითხი გადაწყვეტილი, თუ არა ის რომ ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება, მაგაზე გარანტიას ვიძლევი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გუშინდელ განცხადებას. ნაკრების წევრებმა მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს, ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ეროვნულ ნაკრებთან და ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ილაპარაკეს. გვინდა თხოვნით მიმართოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტის მინისტრს და ყოველ მთავრობას აბსოლუტურად. საქართველოს ამას ნამდვილად არ იმსახურებს. აი ეს ბიჭები, ვინც აქ არ არიან კიდე. დღევანდელი კალათბურთი უკეთეს სიტუაციას იმსახურებს ნამდვილად. სულის გვესმის, რომ პირველი შესარჩევის გადალახვის შემდეგ რომ აი ბიჭებო ეხლა გავიდეთ და ყველაფერი მიეხედება სპორტს, ყველაფერი იქნება უკვე ეს ჩემი საზრით უკვე არასწორი მიდგომა და იმეც ვიტოვებ, რომ მთავრობა აუცილებლად რეაგირებას მოახდინს ამაზე. 2011-2012 წლებში 27 ლეგიონერი იყო სხვადასხვა კლუბებში წარმოდგენილი. ეს ციფრი შარშან უკვე იყო 11 ლეგიონერზე ჩამოსული. წელს მე ვადასტურებ, თუ მე ხარდაჭერა არ მექნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ლეგიონერი წელს დინამოთვილის არ ეყოლება. სტატისტიკა თავისას იძახის, რომ ეს პრობლემები დამოკიდებულია ფინანსურ მდგომარეობასთან.